სასამართლოს არ აქვს უფლება რაიმე ფორმით ჩაერიოს და გადაწყვიტოს არბიტრაჟთან დაკავშირებული საკითხები, თუ ეს პირდაპირ კანონით არ არის გათვალისწინებული. სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომ დადგეს ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო პროცესის თანმიმდევრულად წარმართვის სადარაჯოზე. იმიტომ რომ გამოდის, რომ სრულიად ბოროტად გამოყენება ხდება სასამართლო პროცესის ეკონომიურობის ფეხქვეშ გათელვა ხდება და ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეუწყოს ხელი და არც უნდა წაახალისოს სასამართლომ. ყველაფერს არ უღებს ის, რასაც ითხოვს მან მოსარჩელი, ან პირველ რიგში არ უღებს არბიტრაჟულ შეთანხმებას, რომელსაც თვითონ მხარემ მოაწერა ხელი და დაპირდა მეორე მხარეს, რომ ჩვენ თუ დავაგვექნება, მე შენ არბიტრაჟში გამოვყვება. ამ კუთხით რაიმე კითხვის ნიშნები, რომ DAPS პლუს არბიტრაჟი რამდენად აღსრულებადია საქართველოში, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე კითხვის ნიშნები ამ კუთხით აღარ არსებობს. საინტერესო არის, სად გვიწერია საარბიტრაჟო დათქმა. თუ ეს გვიწერია პარტნიორთა შეთანხმებაში, მას შეიძლება და ხშირად დირექტორი არ აწერს ხელს. ამიტომ დირექტორს ვერ შემოვიყვანთ მხოლოდ პარტნიორთა შეთანხმებიდან დავაში.